მეგობრებო, ეხლა ვარ ძალიან კარგად გილას და მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. რა ჯერ პირველ რიგში გეტყვით რა ადგილას ვარ ეხლა. ლაიოლაში ვარ და აი ესე ზღვის ლომებთან. ნახეთ აი ესე კლდეზე როგორ ისვენებენ. ფაქტიურად ეს ერთ-ერთი ისეთი უნიკალური ადგილია, სადაც შეგიძლია ესე ახლოდან დაათვალიერო ფაქტიურად აი ყველა დეტალი ზღვის ლომების აი ესე როგორ წვანან. აქეთ ხარეს ნახეთ აი ესე ტურისტები აქეთ ანუ კანიონებია შიგნით ანუ ესე გვირაბივით არის და შიგნით შედიან და წრეს აკეთებენ. ნახეთ აი ესეთი ტურისტები აი ესე გამოვა გიდი იქიდან და ესე შეიყვანს თითო ნავს შიგნით ესე და იქიდან გამოიყვანენ რა ანუ სხვა ადგილიდან შედიან სხვა ადგილიდან გამოიყვანენ აი ესეთი უნიკალური ადგილი არის და თან მინდოდა თქვენთვის მეთქვა ესეთი რაღაც რომ ეს რაც ახლა ზემოდან მაცვია ეს მაისური რა ანუ ეს ქართული დროშის ფერებში და აწერია ჯორჯია. ჩვენ იდეაში არ გვინდა რომ საქართველოს ერქვას ჯორჯია ან გურჯისტანი, ვრაცასტანი, გრუზია და ასე შემდეგ. როდესაც სახელი ითარგმნება არ მიგვაჩნია სწორედ და მაგიტომაც გვინდა თქვენი ყველას მხარდაჭერა და ამის გააზრება. განსაკუთრებით საქართველოს გარეთ ვინც ცხოვრობს, უფრო ქონიათ ხოლმე შეხება, რომ ჯორჯია, მაგალითად ამერიკაში გონიათ შტატი, სხვა ქვეყნებში კიდე, ანუ უხსნი სად არის, როგორ არის, ბევრს გონია, რომ ხო, ჯორჯია ის რუსეთი, ანუ რუსეთი ვაფშე არაფერს შუაში არ არის და ანუ ყველას სულ ახსნა გიწევს ხოლმე და როდესაც ქვია ერთი სახელი, არ გიწევს მერე რაღა ყველაფრის ახსნა, რომ საქართველოს ქვია საქართველო და ანუ არ უნდა ითარგმნებოდეს. ხა მე ნიკოლოზი მქვია და სადღაცაც გურამის რომ ეძახდნენ, სადღაცაც ჯუმბერის და ასე შემდეგ. ხო თავისთავად არ მესიამოვნებოდა. ესეთი მომენტია, ასე რომ საქართველოს გვინდა რომ ყველა ენაზე ეძახდნენ საქართველოს, მაგრამ ეს მაიკა მაცვია საპატივცემულოდ იმის რომ გოგიტა გოგიძე მომღერალმა უსაყვარლეს ჩემმა მეგობარმა მაჩუკა ეს მაიკა საქართველოს ფერებში და დროშებში რადგანაც არის და თან ახლა გამომადგა რომ ეს ამ ვიდეოთი გააგებინოთ რომ აი ჯორჯიის მაგივრად საქართველოს რო ეწოროს ეს არის ჩემი უდიდესი სურვილი და იმედია ძალიან ახლო მომავალში ამას მივახცევთ. დროებით